როცა გუნდში დგახარ და გალობ, საგალობლებს შორის იესოს ლოცვა წარმოთქვი. როცა ვინმე არასახარბიელო სულიერ მდგომარეობაშია და გალობს, ეს ძალიან ცუდია, რადგან როგორც სიკეთეს მოაქვს კარგი შინაგანი ცვლილება, ასევე ბოროტებას უარყოფითი შინაგანი ცვლილება და ხალხი ლოცვას ვეღარ ახერხებს. თუ კაცი შინაგანად მოწესრიგებული არაა, თუ ბოროტი გულის სიტყვები აქვს, მეწვრილმანია და ასე შემდეგ, განა რა უნდა იგალობოს? როგორ იგრძნობს შინაგანად სამოთხისეულ სიტყვებს, რომ გულით იგალობოს? ამიტომ ამბობს მოციქული, მოლხინე თუ ვინმე არს გალობდინ. წესით მგალობლებს ყველაზე ჩვილი გული, ყველაზე საამო და მხიარული შინაგანი მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ. როგორ უნდა იგალობო, ნათელო მხიარულო, თუ მხიარული არ ხარ? ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი გალობა ბუნებრივი, ლმობიერი იყოს, იგალობეთ ღვთისთვის და არა ოსტატობისთვის. შინაგანი და გულითადი გალობა აშკარად განსხვავდება გარეგნულისა და ხელოვნურისგან. ყველაზე მთავარი ღვთისმოსაობაა, მის გარეშე გალობა უგემურია, მოშლილ პიანინოს გავს, უცნაურ ბგერებს რომ გამოსცემს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, გალობელი მაღალ ხმაზე გალობს თუ დაბალზე. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ღვთისმოსაობით იგალობოს. მაშინ დაბალი ხმით გალობა უბრალო და საამურია და არა ძილის მომგვრელი. ხოლო ხმამაღალი გალობა მკვეთრი, გულითადია და არა ველური. თუ მგალობელი ღვთისმოსავია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგი შინაგან ფერისცვალებას განიცდის და რადგანაც ეს შინაგანი ფერისცვალება გარეგნულადაც მჟღავდება, ფერისცვალებას განიცდის მსმენელიც და მასზე დადებითად მოქმედებს. ამგვარად ყველას ლოცვა სათნოა ღვთის წინაშე. როცა კაცი გულისყურით უსმენს და განიცდის, რასაც გალობს, აქედან იწყება ღვთისმოსაობაც, აქედან მოდის ლმობიერებაც და ყველაფერი. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ და ჩაუღრმავდით საღვთო აზრებს, რათა გული მოიწყვლას და მოსმენილი განიცადოს.